ეს არის ბალანჩინის შესახებ შესანიშნავი ქართლის სოფლიოში ალბათ ერთ-ერთი მთავარი ბრენდი რაც ხო იცი რამდენიმე ბრენდი გვაქვს ასე ვთქვათ მარტივად რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ და ერთ-ერთი მათ შორის არის ჯორჯ ბალანჩინი შესანიშნავი ქორეოგრაფი წარმოშობით ქართული რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა თითქოს უპირატესობა თავისი ნაწილი გაატარა და რატო მინდა რომ მაინც წინ გაუსწრო მოვლენებს ისე მოხდა რომ ესე იგი, ჩემი წიგნის მიხედვით, ბოდიშო, ჩემი წიგნზე ვსაუბრობ, ესე იგი, ამ პარასკევს და შაბათს არის პრემიერა, მარიამ ალექსიძე არის გადასარევი ქორეოგრაფი, დგამს ბალეტს გურჯი ხათუნი, დიახ. და ასე აღმოჩნდა, ესე იგი, აღმოვაჩინა საოცარი, რომ ესე იგი, არ მიყავთ ესე მარტო, იქ ხო ბიჭების როლებიცა და გოგოების, გოგოები გადასარევი, ჩვენი ბალერინები, მაგრამ ბიჭები არ აყავთ, ერთი ინგლისიდან ჩამოყვანეს, ერთი თურქეთიდან. ბიჭის როლი რო შეა, ესე იგი, პარტი რო იცეკონ. ესე იგი, თუმცა ესე საერთოდ ერთი არ არის. ხო და დედებს ეშინიათ რომ არ მიყავთ, ესე იგი, ბიჭი შვილები არ მიყავთ ბალეტზე, იმიტომ რომ სტერეოტიპების გამო, რომ ეშინიათ რომ ეს ბალეტზე შვილის მიყვანა ბიჭის ნიშნავს, რომ აუცილებლად გამოვა ჰომოსექსუალი და შიშისგან არ მიყავდა. აგერ არის კლასიკური მაგალითი ჯორჯ ბალანჩინი. ხალი არ დაუტოვებია სცენაზე კი არა, აი პარტერში, კულისებში, ჯორჯ ბალანჩინი, აგერ წაიღო. ჰაერში, ცაში, მიწაზე, ზღვაზე. ეს არის ტყუილი, ეს არის სტერეოტიპი და ნუ გეშინიათ, რა თქმა უნდა. ბალეტის, იმიტომ რომ თუ არის ჩვეულებრივი კულტურა გადასარევი და აგერ ამ წიგნის წამკითხველი კიდევ უფრო ადვილად დაიჯერებს, რომ ესე იგი, საშიში არაფერი, პირიქით, არის მარტო სიამონება. ამის მაგალითია. არა, გასაგებია, რომ ესე იგი რაღაც კონკრეტული ადამიანების, ესე იგი ბალეტში მოღვაწე კონკრეტული ადამიანების გამო გაჩნდა ეს სტერეოტიპი, მაგრამ არასწორი სტერეოტიპია რა. არასწორი ტიპი და ქართულ დედებს ეშინიათ ბიჭების მიყვანა საოცრებად. აგერ ჯორჯ ბალანჩინი. ვისი დაწერილი ბალანჩინის ბიოგრაფია? კი, მისი ბიოგრაფიის დაწერილია, კი, დოკუმენტურია ისა, ელიზაბეთ კენდელი, დიახ. ამასობაში ხმა დაგიბრუნდა მე. კი, ეს არის და მიწვრილდა. კი, ეს არის კენდელის დაწერილი და ნუ ქართულად ითარგმნა, ესე იგი დიოგენე გამოსცა და როცა იქნება ამის პრეზენტაცია, კიდევ ვისაუბრებთ აუცილებლად, იმიტომ რომ მე არ წამიკითხავს, მაგრამ სხვა წიგნი მაქვს წაკითხული ბალანჩინის შესახებ და ვიცი.